დღეს დაახლოებით 13 საათზე ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროთა სამმართველოს ყოფილი გამამდიდრებელი ქარხნის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. სამუშაოების მსვლელობისას ჩამოინგრა აღნიშნული ქარხნის ერთ-ერთი კედელი და ნანგრევებში 2 ადამიანი მოყვა. ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს? არა, დამეცახეს და არ მუშაობთ აქ? კი, გვითხრეს მუშაობ, მაგრამ 2 ადამიანი მოყავდა, არ ვიცი. ეს შენობა ყოფილი ქარხნის შენობა. კი, ქარხნის იყო მე მგონი. ხო, ქარხნის. ვისი არის არწივში? არ ვიცი, ასე არ. ამ სამუშაოებს რა ფირმა ასრულებს? არ ვიცი. ვერ გეტყვით. ვიდექი ქვევით. ბიჭები არიანო, რამე ვიქეცეთ რა, რამე უყანეთ 2 ბიჭი. სამენიგრანის შენობა. რამდენი ხანია აქ მუშაობთ? კი, არის ერთი თვე. რამდენი ადამიანი დაშავდა? 2 არის. ნანგრევებში მოყვნენ თუ როგორ? ხო, ნანგრევებში მოყვნენ. დაშავებულების სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ 2 პაციენტიდან, ორივე სერიოზული პოლიტრაუმით არის, მაგრამ ერთი განსაკუთრებულად მძიმეა, პირდაპირ რეანიმაციაში მოთავს და იქ საქმე გვაქვს თავის ღია ჭრილობაა, ქალატვინის ღია ტრავმაა პრინციპში და ეხლა გაკეთებოდა უკვე და მოვა კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი, რენტგენოგრაფიის პასუხი და კიდევ ზოგადად დაჟილობაა სხეულის, რა თქმა უნდა და მარცხენა ბარძაღის განივი მოტეხილობა, ღია მოტეხილობა. ზოგადი მდგომარეობა მეორე პაციენტთან უფრო დამაკმაყოფილებელია, რა თქმა უნდა, იქაც სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს საქმე, პოლიტრაუმაა იქაც. მარცხნივ გულმკერდში 3 ნეკნია მოტეხილი და კანქვეშა ემფიზემა გვაქვს, ანუ პნევმოთორაქსია და მარცხენა წინამხლის ძვლების ღია მოტეხილობა. იქ როგორც პირველი კლინიკური ნიშნებით აღინიშნა, უნდა იყოს დაზიანებული ყესოვანი აპარატით და კუნთოვანი აპარატით ღია ტრავმაა დაბინძურებული და დროებით იმობილიზაციაზე გადაყვანილი და ზოგადად მდგომარეობის დასტაბილურების მე პრინციპში ის უკვე სტაბილურია, შემდგომი ტაქტიკაა განისაზღვრება და ის გეგმავთ რომ ისიც ინტენსიური კურნალობის ქვეშ იყოს რამოდენიმე დღე. საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დაშავებულები არიან მოთავსებულები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ. ჩვენმა ახლობელმა დაგვირეკა ქალმა, ჩვენმა ახლობელმა ქალმა რომ მოიყვანეს საავადმყოფოში. სხვიდან არავიდან არ გაგვიგია. ახლა მდგომარეობა. მდგომარეობასაც ვერაფერს ვერ გვეუნებიან, ექიმი არ გამოსულა და ვერაფერი ამბავი ვერ გავიგეთ. როგორც იმერვიზიისთვის გახდა ცნობილი ეგრეთ წოდებული ნოფის ქარხანა, დემონტაჟის მიზნით ჯორჯიან ამერიკან ელოისმა გაასხვისა. ქარხნის დღევანდელი მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დემონტაჟზე და მთლიანად სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებაზე თავად იყო პასუხისმგებელი. უბედური შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ჭიათურას საჩხერის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით იყო შეწყვეტილი.